თურქეთის სოფელ ბავშვი ვართ. ჩემი დედულეთი აქაურობა. მე ასკანაში გავიზარდე, მაგრამ ეს ჩემი ბებიას ეზო და სახლია. სად უნდა ვიყო, რა სასახლეში უნდა მეძინოს, რა დიდებულ გარემოში არ უნდა ვიყო, ყველაფერს მირჩევნია აქაურობა. არაფერში რომ არ გავცვლი, არასდროს და ყველაზე საუკეთესო და თბილი მაკავშირებს და მათფობს და მავსებს აქაურობა. აქაურობის გარეშე მე არ შემიძლია. შევიხედოთ, ეს ჭიშკარით ჩემი ბებიას დროინდელია, ფერიც არ შევცვალე, როგორიც იყო ისეთია. ბაღი ცოტა უკეთესი მოვლილი კი შეიძლებოდა, მაგრამ თბილისიდან რა ვქნა, არ წვდება თოხი. სანამ ბებია ჩემი იყო, სულ სავსე იყო ლურჯი გორტენზიებით, აქაურობა ბევრი იყო ამ ჭიშკართან. ახლა უკვე ნელ-ნელა ვეღარ სამწუხაროდ აქ ჭაა. ჩემი ბაბუას დროინდელი. გვიმრა მოსულა ჭაში. რა მაინც წყალი კაია. ხმარობენ აქ ჩემი მეზობლები ყველა და აგერ სამეზობლო ჭიშკარი ჩაკეტილია. აქაურობას რაც სითბო უნახავს და სიყვარული შეშურდება ყველაფერს. ამ ეზოში სულ სტუმარი იყო, სულ სიხარული იყო, სულ სავსე იყო ბავშვები. არა, ისეთი სითბო, რაც აქ ტრიალებდა, მე სხვაგან არც წარმომიდგენია თუ შეიძლება იყოს კიდე. იმას განგებ არ ვაშორებ, მომწონს ისე. ცოტა უპატრონობა რომ ეთქვა. თავს ვინუგეშებ. გული მწყდება. გულა ჩუყებული ხარ. სულ ესა პატარა მოგრძალებულია, მაგრამ როგორც გითხარით, სასახლეს მირჩევნია. ეს ჩემი ბაბუა ნახეთ როგორი კაცი იყო. შაფერი კარაკულის ქუდი ახურავს. აგერ ფეჩი გვინთია სამთარში, ეს ფეჩი ყოფნის აქაურობას. ხათაშორის აქაურებმა იციან მაგის ფასი კარგად. ეს ჩემი ბებია ესმა. შვენიერი ქალი იყო, თხელი, ნაშრომი, მაგრამ ღონიერი და ყოჩაღი. ეს ჩემი საძინებელია. ეს კომოდიც ბებიას დროინდელია, ეს საწოლიც ბებიას დროინდელია, საბნები ხელი არ მიხლია, ყველაფერი მისი დროინდელია. ნაკუწებისგან შეკეთილია. ეს სუფრა იყო ჩემი ბებიას სუფრა. დიდი მაგიდა გვედგა, დიდი წაბლის მაგიდა და იმ მაგიდაზე სტუმრები რომ მოგდიოდა, მაშინ აფარებდა, მე კედელზე გავაკარი. ეს კარადაც ისე იყო მონჯღრეული და შუა ნაწილი ვერ აღვადგინეთ ამ უშეთკას დაუდგილისა. აქ საძინებელია სტუმრებისთვის. ვინმე რომ მახლავს, აქ დავაძინებ. ეს საწოლებით ჩემი ბებიასია. არაფერი ხელი არ მიხლია, ყველაფერი ისეა როგორც იყო. ეს სახლი ჩემი აშენებულია. ჩემმა მოყვრებმა, ვაშალომიძეებმა მიშენეს. ყველას გონია ძველი სახლია, ბებია ჩემის დროინდელი, მაგრამ ასე არა. აქ იდგა ორსართულიანი სახლი, როგორც ბევრი ახლა გურიაში და მე ის სახლი დავანგრიე და უფრო პატარა დაბალი საფეხურებზე ხა ჩვენი მაღალზე ვდგავართ. 2 მეტრიანი ქვის ბარჯგები აქვს ქვეშ. და იმაზე დგას ეს სახლი და ძალიან მოხერხებულია. სამთარში თბილია, ზაფხულში გრილია, კრამიტი აპარია თავზე, ქვეშ ქარი უქირქილებს. რაფერი ყანა მაქვს გახედე თბილისიდან. რა ჩემის ნაშრომია. უკანა კარებსაც გაგიდებ გაშვენ. შვენივრად წამოქოჩრილი ხაშარში აქვს სიმინდი. ამ პროგნოზებით ბებია მეზობლებთან გაგვატანდა მოსაკითხს. დააწყობდა გემრიელობებს და გვეტყოდა გეიხეცი ბებია. და ვერიჩკას მოუკითხე, გადააფარებდა ზეიდან გაკრახმალებულ ტილოს და გაგვატანდა. ყველაფერი იქაურობას მახსენებს და იმას. აი არაფერი, აი ნახე. წვრილი დეტალია, მაგრამ დაჟანგული საკითი. მაგრამ ყველაფერი იმ დროინდელი. პატარა აბაზანა. ეს ყველაფერი ხო ხისა, ეს უკანა მხრიდან მოდგმული აქვს ბეტონის. ჩემთვის სახლიცაა და სასახლეცაა. დიდებულ სასახლესაც მირჩევნია. ჩემია და იმიტომ. ეს მასაც ძალიან უყვარს აქაურობა და მიხარია. ხის კედლებზე საძინებელში ერთ ადგილას თანქრით ნიშნავ იმ ღამეებს, რამდენი ღამეც გავათიე. და ცოტა სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვახერხებ აქ ყოფნას რომ მინდა. აფერ ჭრიალობს კარები. რომ არაა მიჩვეული მუშაობა.
ეს ღობე აკაციისა 27 წლის წინ შევღობეთ და ნახე გაქანებული არა შვენიერია აკაციის სარია დაპობილი გული ყვითელი გულები და კი ამშვენივრად რა ვიცი ვერული აკაურობას რაფერ მოუწვდა და ამიტომ გადავწყვიტე ძველებურად გორტენზიები დავრქო ბევრი და მინდა ბევრი დიდი ბუჩქები იყოს კარგად ხარობს აკა ჰორტენზია და აზალია გაზაფხულზე აზალია და ზაფხულში ეს ჯიში სხვათა შორის ეს კაი ჯიშია ლენინგრადიდან მაქვს ჩამოტანილი იქაც კარგად ხარობს და ყვავის გვიან ეს ჯიშები ეს ლურჯები უფრო მაისი-ივნისში ამთავრებენ უკვე გახუნებულია ნახე და ეს დიდი ბუთხუზა ჯიშები ხარობს ზაფხულში და ზაფხულში აი აგვისტო სექტემბერში კარგათაა და მირჩევნია უფრო მაშინ ვახერხებ ჩამოსვლას და ამიტომ მინდა რომ ეგენი მოვამრავლო აქ ორი ცაცხვის ხედავრგე ორი ისე ზოებში ხშირად იყო შესასვლელში ყოველთვის ორი ცაცხვი ასე ეზოში ძველ ეზოებში ძველი სახლები სადაც უნდა ნახო ახ მთიან ადგილებში ძველ ეზოებში და ძველ სოფლებში ყველგან დგას შეიძლება სახლი აღარ იდგეს, მაგრამ ორი დიდი ცაცხვი დგას. რასთანა ეს დაკავშირებული არ ვიცი, ეთნოგრაფებს უნდა ვკითხო და რომ ავაშენეთ ეს სახლი, მაშინ აი რომ დავხურეთ. იმ დღეს ხურვას რო ვეძახით გურულები, კრამიტი რომ დავაფარეთ, იმ დღეს დავხურეთ. ეს იყო ზუსტად 14 წლის წინ, 15 წლის წინ. და ნამხელა უკვე. ჩემი დარგული. ერთი და მეორე. და ის ჩემი ბაბუას დარგულია ძველი ჩვენი ბაბუების რომელიღაცა ბაბუის კაც მარიცის რცხილა იმის ძირია მაგის ქვეშ ქვევრებია ჭურებია ეგეც გურული ამბავია ცხემლა ცხემლის ქვეშ წყავი იმიტომ რომ ჩრდილავს კარგად და ფესვები აქვს წვრილი და ჭურს არ აფუჭებს და ქვეშ ჭურები ჭურის თავი იმ ჭურებში ბებია ჩემი ამჟავებდა კეჟერა ფხალს და მწვანე პამითურს